იუსტიციის სახლში ამ წუთებში პარლამენტის ბიუროს გასვლითი სხდომა იმართება. დეპუტატები მომავალ კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებზე გასატან საკითხებზე მსჯელობენ. დღევანდელ ბიუროზე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ინიციატივის დაყენებას აპირებენ უმცირესობის წევრები. მირიან გორგოძე განაგრძობს თემას. მირიან გისმენთ. დიახ, თქვენ ახლა კაცი შეგიძლიათ იხილოთ, რომ იუსტიციის სახლში ბიუროს სხდომა სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირას გასამართ სესიებსა და შესაბამისად ამ სესიებზე განსახილველ კანონპროექტების ირგვლივ მსჯელობენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა სხდომის დაწყების წინ ჩვენთან განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ბიუროს სხდომაზე საკუთარი ინიციატივა დააყენონ. საუბარია უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვაზე. ეს კანონპროექტი არის არასამთავრობოების მიერ შემუშავებული და ინიცირებული გასულ წელს პარლამენტში, თუმცა მისი განხილვის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. უმრავლესობის წევრებმა კი საპასუხოდ განაცხადეს, ისინი მზად არიან ყველა ინიციატივა და წინადადება განეხილონ, რომელიც უკანონო მოსმენების პრევენციას შეეხება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ ბიუროს სხდომაზე იქნება ის საკითხი, რომ წამოაყენებთ ინიციატივას პარლამენტმა დროულად განიხილოს ეგრეთ წოდებული მოსმენების და პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ კანონმდებლობა. ეს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოიტანეს ჯერ კიდევ 9 თვის წინ და კომიტეტებს ინიცირებული აქვს, თუმცა რატომღაც ჭიანურდება ამ კანონპროექტის განხილვა. საინტერესო და სასიამოვნოა, რომ სწორედ ნაციონალურ მოძრაობა შემოდის ამ ინიციატივით. იციან ალბათ მოსმენების შესახებ გაცილებით მეტი ვიდრე მე. ჩვენ ნახავთ ყველა ინიციატივას და განვიხილავთ და თუ განსახილველია პარლამენტში, განვიხილავთ პარლამენტშიც. არ არის აქ პრობლემა, მე არ მგონია, რომ ვინმეს უხაროდეს ზედმეტი მოსმენები ქვეყანაში. ნაციონალურ მოძრაობას რო არ უხარია, ეს ახალი ამბავია, აქამდე ძალიან უხაროდათ. იუსტიციის სახლში საქართველოს პარლამენტის ბიუროს გასვლითი სხდომა სწორედ ამ წუთებში იმართება და სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს. მადლობა მირიან გორგოძე.